1999 წელი 5 მაისი. არა, იდეაში არაფერი კატასტროფა არ მოხდა, უბრალოდ მე დავიბადე. და მე თვითონ ვიყავი კატასტროფა. ყველაფერს ვამტროდი, ვხევდი, ვანადგურებდი, რაც არ უნდა მოეტანათ. სათამაშო იქნებოდა, წიგნი იქნებოდა თუ რაც არ უნდა ყოფილიყო, ყველაფერს ვაფუჭებდი. მაინტერესებდა შიგნიდან რა ხდებოდა თუ სათამაშოს მომიტანდნენ, დავშლიდი და მე შიგნით ვიქექებოდი ხოლმე. კიდე მიყვარდა რაღაცა უცნაური ექსპერიმენტების ჩატარება. მაგალითად, ერთხელ წყალში ჩავასხი ჭურჭლის ჟელე. და მაინტერესებდა სახში ვინმე რო დალევდა, რა მოუვიდოდა და ვუყურებდი. მაგრამ კიდევ კაი არავის არ დაულევია და მიმიხვდნენ რას ვაპირებდი. სავარაუდოდ გავისაჯე. არ მახსოვს. ჩვეულებრივი ფსიქოპატიის ბექსტორი არის, აი Family Guy-ში რო წუი არის, აი ეგეთ რაღაცებს ვაკეთებდი. გარდა იმისა, რომ ვიყავი საშინლად ველური და ყველაფერს ძალით ვამტროდი, ვიყავი ძალიან თარსიც. ერთხელ სოფელში ვიყავი, თბილისში უნდა წამოსულიყავით უკან, მანქანაში ველოდებოდით და მოლოდინის პროცესში არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, 10-15 წუთი ალბათ. ვერ მოვისვენე, ვირბინე და ბოლოს ფეჩზე დავიწვი ხელი. ეხაც მაქვს შრამი. როგორც იქნება თბილისამდე ჩამოვაღწიეთ და იმ დღესვე სახლში დავიწვი ფეხი. ძალით რო ვანადგურებდი ყველაფერს და ვთქვით, მაგრამ ვანადგურებდი ყველაფერს შემთხვევითაც. ვიღაცა შეიძლება ძალიან უხეში ყოფილიყო რაღაც ნიუტთან და არაფერი არ მოვიდო და მივიდოდი და უბრალოდ თიც დავადებდი ამ ნიუტს და შეიძლება ნაწილობრივ დაშლილი იყო. სხვათა შორის თითქმის ყველაფერი, რასაც გადაღებაში ვიყენებ, ნათხოვარი მოქვს და წარმოდგენა არ მოქვს როგორ მანდობენ. იმის მიხედვით რომ არ მინდოდა საერთოდ გაფუჭება. და საბოლოო ჯამში ისე გამოდიოდა რომ ყოველთვის დამნაშავე მე ვიყავი და ყველაფერს ვაფუჭებდი. სახში სულ დალეწილი მოვდიოდი, მუხლებ გადატყავებული, წაქცეული, თავგატეხილი, ზაფხული იყო და ტალახით შემედელ სახლში მოვსულიყავი. აი სკოლის პერიოდი რო დაიწყო, ეგ იყო მაგარი რა. პირველ დღეს რომ მივედი, ყველა რო ტირის გარშემო და მე კიდე რა ვიყავი მაგრად. წერა ვიცოდი, კითხვა ვიცოდი, 100-მდე თვლა ვიცოდი. 5 გამოვაგოთ 2? 6. შენ გენაცვალე. და კიდე მუხარო ორკოსის ხავდა ეგ ვიცოდი რა და ალშე მასწავლებლებიც ვიცოდი რომ ესე დამხვდებოდნენ რომ შენ ახლა რაც ახარ და ეგ არის რა. გამომადგა ეს ყველაფერი ცოდნა რაც სკოლის პერიოდამდე მქონდა მიღებული და პირველი 5 წელი ალბათ მაქსიმუმ ბუსტად მეყო რა. და მე უკვე რაც ქართულ და საგნები და ჩემი კონცენტრაციის დეფიციტიც გამწვავდა. მეც ჩემი მთავარი უნარი გავააქტიურე. მე-5 კლასის შემდეგ და ძირითადად მეძინა ხოლმე. საბოლოო ჯამში იმ ეტაპამდე მივაღწიე, სადაც თითქმის ყველანი ვყოფილვართ, 1-2 ბეჯით მოსწავლეს თუ არ ჩავთვლით. მასწავლებელი რო იძახის შენზე, რომ აი ზარმაცია, მაგრამ ძალიან ნიჭიერი. ან პირიქით, ნიჭიერია, მაგრამ ძალიან ზარმაცი. მოკლედ ძალიან მეზარებოდა სწავლა რა. არ ვიცი, ADHD-ს დავაბრალო, რას დავაბრალო, უბრალოდ არ ვსწავლობდი. გაკვეთილებზე მიყვარდა მოსმენა გაკვეთილების, ლიტერატურას ვუსმენდი, ისტორიას ვუსმენდი, აი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, მსგავსი საგნების გაგონება საერთოდ არ მინდოდა. მაგრამ აი ჰუმანიტარული საგნები რაც იყო, მიყვარდა მოსმენაც, ხანდახან შიგადაში საკითხი თუ მომეწონებოდა, სწავლობდი კიდევაც, მაგრამ ძირითადად მაინც თავს ვიკავებდი. მოკლედ სწავლა არ მიზიდავდა, მაგრამ სპორტისკენ ვიყავი და ან მიდრეკილი რა. ყველაფერზე ვიარე საერთოდ რაც კი სპორტი არსებობს დედამიწაზე. ჯერ ძიუდოზე მივედი პირველ დაწყებით კლასებში. მე დაიხურა, მე გადავედი კიკბოქსზე დავდიოდი, მე იქიდან გადავედი ფეხბურთზე დავდიოდი, მე ის ფეხბურთის დაიხურა 9 წელში, მე სხვაგან გადავედი ფეხბურთზე. იმასაც დავანებე თავი, მე გადავედი ცურვაზე, რამოდენიმე თვე ვისწავლე ცურვა და დავანებე მაგასაც თავი. და ბოლოს დავდიოდი კალათბურთზე და იქაც 9 წელი ვიარე და ეგეც დაიხურა. აქაც უიღბლო გამოჩდი, სადაც მივედი ვაფშე ყველაფერი იხურებოდა. ყველანაირ სპორტზე ხო დავდიოდი და ვითომ ძალიან უნდა მიყვარდეს სპორტი, მაგრამ აი ფიზრის გაკვეთილი რო იყო თუ რა ქვია ფიზკულტურა რო გქონდა, მან რო ფრეიმბურთს თამაშობდნენ, აი შანსი არ იყო მონაწილეობა მიმეღო რა. მაგაზე მეტად არაფერი არ მიეძღებოდა. და ერთხელ ახალი ფიზკულტურის მასწავლებელი ყავს. მოვიდა და ფრეიმბურთს ათამაშებს ბავშვებს, თან დანგრეული სტადიონი იყო რა, ბადე გქონდა რაღაც, პროს დანგრეული სტადიონი იყო და ძველი ჟანგიანი კარები იყო და აქეთ-იქით უნდა გეთამაშა ბურთით. და მე არ ვთამაშობდი რომ ვიდექი ხესთან და მასწავლებელი მეკითხება რომ ახალი იყო ჯერ არ მიცნობდა და შენ რატო არ თამაშობ, ანუ ფიზკულტურით რო არ ხარო დაკავებულიო, გაკვეთილებს სწავლობო და მეთქი არა თქო და არც ფიზკულტურაში ხარ ჩართულიო, არც გაკვეთილებს არ სწავლობ და აბა რის გაკეთებას აპირებ ცხოვრებაშიო. მაშინთან ერთი მე-9 კლასში ვიყავი ალბათ და მაშინ იყო ძალიან პოპულარული ხუმრობა საბერძნეთზე. აი ყველა მაგაზე ხუმრობდა, კომედი შოუ იყო თუ რა იყო, ტელევიზია იქნებოდა თუ რა იქნებოდა, ყველა მაგაზე ხუმრობდა. ყველგან იყო მაგაზე ხუმრობა, რომ საბერძნეთში უნდა წავიდე სამუშაოდ და რაღაცა და მეც ეგ ვუთხარი. ისე თქვენ ვინ გყავთ საბერძნეთში? მე ცოლი მყავს იქეთ და ბებია.
მართლა ვითომ არაფერი რა. ცოტა ხნის შემდეგ სკოლის დერეფანში ვარ უბრალოდ შუა გაკვეთილის დროს სხვათა შორის გამომაბუნძულეს კლასიდან ალბათ და მოდის ეს ფიზრის მასწავლებელი ქალი იყო. მეუბნება რომ აი შენნაირებიო ვერას დროს ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწევენო ბოლოს ან ლოთები იქნებიან ან ნარკომანები ან რაღაცა და ვერ მივხვდი საერთოდ რა უნდოდა და გამომლანძღა და წავიდა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ეს ქალი იყო საბერძნეთიდან ჩამოსული. ამას ეგონა რომ მე ეს ინფორმაცია მქონდა და შეურაცხყოფის მიყენება მინდოდა და ამიტომ უთხარი ეს რაღაც ხო და არც დაიჯერა რომ ვუხსნიდი რომ არა რა მე ისეთი რა ვთქვი და მოკლედ არაფერი აღარ მithქვამს მაგალისთვის იმის შემდეგ, იმიტომ რომ საერთოდ მსგავსი რაღაც არ მქონდა, მითუნაც ნაცავები მყავდა საბერძნეთში. ეს სწავლას და კითხვას რაც შეეხება, ნუ უკვე ვთქვი რომ არ მიყვარდა დიდად რა, წიგნები რაღაცები მქონდა, ხა რობინ ჰუდი და პატარა მაწაწალ და რაღაცებს ვკითხულობდი ხოლმე, ეგეც ზაფხულობით მარტო. ოღონდ დიდად არ მიყვარდა, ანუ უფრო მაიძულებდნენ ხოლმე. ეგეთი რაღაცები ცოტა მოგვიანებით ასაკში უფრო შემიყვარდა. მაგალითად ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა ბარდებოდა მე-11 კლასში კატის გამოცდებზე და ვერ ვიტანდი ვერცერთს. მოკლედ კატის გამოცდებზე ბარიერი გადავლახე, მაგრამ ინტერესი არ მქონდა ამ საგნების რა. და მე-12 კლასში რომ მოვიდე, ჰუმანიტარული საგნები იყო და მათემატიკა. მე-12 კლასში რომ გადავიდი, მე აღმოაჩინე YouTube-ზე ვიდეოები, ისეთი კუთხით შევხედე ამ სამეცნიერო საგნებს, რომ დამაინტერესა. და უკვე დაგვიანებული ვით იყო ჩემთვის, რომ მაგ საგნებით დაუინტერესებული ყავი და რაღაც უნივერსიტეტში ჩაემბარებინა მაგ საგნებიდან რაღაც. სკოლაში ყველაზე დიდი მიღწევა რაც მაქვს ის არის, რომ მე-11 კლასელებს როცა კაცი აკლდებოდათ რასადროდისზე. მე მაშინ მე-10 კლასში ვიყავი და მე დამიძახეს, მე დავემატე. ოღონდ ალბათ სხვას არ ეცალა, არ ვიცი. რაიონის სკოლებს შორის პირველი ადგილი დავიკავეთ, ფინალში გადავედით, ოღონდ დავიკავეთ და ფინალში გადავედით, რომ ამბობ, იმათი მიღწევები არის, მე თითქმის არ მიმიღია მაგ ყველაფერში მონაწილეობა, უბრალოდ ვიყავი იქ. და იქაც მე მგონი სულ ერთი ქულის აღება მოახერხე პომპეისთან დაკავშირებით იყო რაღაც კითხვა. უბრალოდ როცა არის ხოლმე ესეთი სიტუაცია, საერთოდ მინდა რომ ჭკვიანი გამოჩნდეს, შემიძლია ხოლმე რომ ეს რასადროდისის სურათი გვაჩვენო ვინმეს. მოკლედ ყველაფერს მიუხედავად წარმატებით, ასე თუ ისე წარმატებით დავასრულე სკოლა და უკვე დრო იყო რომ მეფიქრა მომავალში რა უნდა გამეკეთებინა. უნივერსიტეტი არ მინდოდა იდეაში, მაგრამ წამოვიდა მუქარები რომ სახურავის გარეშე დავრჩებოდი. სახურავის გარეშე მე სხვა გზა არ მქონდა, ვიფიქრე რაზე ჩამემბარებინა. და საბოლოო ჯამში ფსიქოლოგიაზე შევჩერდი. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა რომ რატო ფსიქოლოგიაო? და ლექტორმაც პირველ ლექციაზე ეგ მკითხა. მეც ვუთხარი რომ ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს თქო და მაგიტომაც გადაწყვიტე რომ ფსიქოლოგია ამერჩია თქო. იმაზე არაფერი მithქვამს რომ სოციალური შფოთვები მქონდა. და ლექტორისგანაც ლოგიკური კითხვა წამოვიდა, რატო არ შეიძლება და შოუმენი ვყოფილიყავი, მაგალითად თუ ხალხთან ურთიერთობა მიყვარდა. მაშინ დავფიქრდი პირველად რომ შეიძლება YouTube-ი გამეკეთებინა. ოღონდ როგორც ვთქვი, შფოთვები მქონდა და კამერასთან გამოჩენის და ინტერნეტ სივრცეში მოხვედრის შიში მქონდა. და ეს იყო ერთადერთი დაბრკოლება ალბათ. ამიტომაც გავაგრძელე გზა. მივხვდი რომ ფსიქოლოგია არ იყო ჩემი. მოგლეთ. ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მე წავედი. და გადავედი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თემაზე იმ პერიოდში, პროგრამირებაზე. დავინტერესდი, ჩავერთე, იმის მიუხედავად რომ მათემატიკა, ფიზიკა და მსგავსი საგნები საერთოდ არ ვიცოდი, მაინც დამაინტერესა და აღმოაჩინე რომ რაღაც დონეზე საერთოდაც არ არის საჭირო, რაღაც უმაღლეს დონეზე რო იცოდე და ელემენტარული დონეც საკმარისია. მაგრამ მაინც უგულში ხინჯად მქონდა რომ ვერ მოვახერხე თავის დროზე სკოლის პერიოდში და ვერ დავინტერესდი იმ საგნებით, რომლებიც ახლა საინტერესო იყო ჩემთვის, ფიზიკა იქნებოდა ბიოლოგია თუ ზოგადად სამეცნიერო საგნები და მინდოდა რომ უნივერსიტეტში ამ საგნებთან რაღაცა შეხება მქონოდა, მაგრამ უკვე ცოტა დაგვიანებული იყო რა ჩემთვის საბოლოო ჯამში. მით უმეტეს მთელი ცხოვრება მათემატიკა არ მისწავლია და ფიზიკას მათემატიკის გარეშე ვერ ისწავლი. შეუძლებელია. და მეორე თემა იყო ასევე რაც მინდოდა რომ YouTube-ზე გავჩიტულიყავი და აი იქ მაინც მეკეთებინა მოყვარულის დონეზე, მაგრამ რაღაცა ინფორმაცია მე თვითონაც მოვიძიებდი, ამას ჩართული ვიქნებოდი უფრო მეტად, ვიდრე უბრალოდ ჰობის დონეზე რო გაქვს პროფესიად რო გადაიქცე, უფრო ჩართული იქნები რა თქმა უნდა იმ თემაში და უფრო მეტად გაიგებ. შენს და პლუს ვიფიქრე რომ ისეთ ადამიანებამდე მივიტანდი ამ საგნებს, ისეთი კუთხით. როგორც მე ვიყავი, რომ არაფერი არ მაინტერესებდა, მეცნიერებას შეეხებოდა და საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ დაგვიანებულად დავინტერესდი და თუ ისეთ ადამიანებთან მივიტანდი, ვისთვისაც ჯერ გვიანი არ იყო და დაინახავდნენ სხვა კუთხით, ეგ იქნებოდა ყველაზე დიდი მიღწევა ფაქტიურად. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ არ მინდოდა ინტერნეტში გამოჩენა. ამიტომ დროებით უკანა პლანზე გადავწიე სურვილი და უბრალოდ მაყურებლის როლში ვიყავი. დავიწყე ქართული YouTube-ის აქტიურად ყურება, გავხდი სხვადასხვა კომუნიტების ნაწილი და მივხვდი რომ ძალიან მომწონდა ეს ყველაფერი. ქართული იუთუბერები მომწონდა, ძალიან მომწონდა ამათი კომუნიტი, დავინახე რომ ძალიან ბევრი
პოზიტივი შეიძლება და ყოფილიყო YouTube-ზე და მარტო ეს რაღაც ჰეითი და ნეგატივი არ იყო, რომელსაც მეშინოდა ალბათ. და YouTuber-ებისგანაც ასევე მაყურებლების მიმართ იყო ძალიან დიდი სიყვარული და ჰეითერების მიმართ მასწავლეს, რომ არ უნდა იყო ძალიან ჩაციკლული ამ ჰეითერებზე და ყველა თავისთვის რაღაცას წერს, შეიძლება საერთოდ არ გულისხმობდეს რაღაცას და დაგიწეროს რაღაც ცუდ ხასიათზე იყოს და რაღაცა დაგიწეროს ცუდი. ქართული YouTuber-ების დამოკიდებულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი ყოველ შემთხვევაში იმათი, ვისაც მე ვუყურებ. იმიტომ რომ ყველანი მოუწოდებდნენ იმ ადამიანებს, ვისაც YouTube-ის დაწყება უნდათ და ვერ იწყებენ, რომ დაიწყო. რაც არ უნდა შიშე გქონდეთ, რაც არ უნდა აბროკოლებდეთ, აპარატურა იქნება თუ რა იქნება, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ადგე რაღაც იდეა რო გაქვს და დაიწყო. ყველა ამას ამბობდა და ყველა ამას მოუწოდებდა. Instagram-ზე იქნებოდა, YouTube-ში იქნებოდა თუ სად იქნებოდა, ყველგან ამაზე საუბრობდნენ და ძალიან დიდი მუხტი იყო და მეც გადავწყვიტე რომ ავდგები და დავიწყებ რა რაღაც რომ მაინტერესებს გამოვა არ გამოვა როგორც მინიმუმ ჩემსაც მაინც ვცდი თქო დავარესერჩე რაღაცეები დავწერე სცენარი გადავიღე ვიდეო დავამონტაჟე და როგორც იქნა დავასრულე ავტვირთე და აი ძალიან ვიქრინჯებოდი რა ვიცოდი რომ რაღაცა ახლობლები ნახავდნენ ისინი ნახავდნენ და რაღაცნაირი გზნობა მქონდა რომ იტყოდნენ რომ აი რევს ანცარებს ამ ხელა კაცი რა იდიოტობებს აკეთებს მაგრამ საბოლოო ჯამში ისეთი ფიდბექი დამიბრუნდა უკან რომ პირიქით გამიათმაგდა მოტივაცია ახლობლები ვინც იყვნენ ყველანი აზიარებდნენ გვერდში მედგნენ დადებით კომენტარებს მიწერდნენ და ძალიან მოტივაცია მომცა ამ ყველაფერმა ამიტომ წინასწარ ტყუილად არ ღირს ხოლმე რა რაღაცეებზე ნერვიულობა ხო და მეც მინდა რომ მომავალში მოტივაცია ვიყო ხალხისთვის თუ რაღაცა არასწორად გამიკეთებია წარსულში ან რაღაცას არასწორად გავაკეთებ გეცოდინებათ რა არ უნდა გააკეთოთ და მე თუ გამომივა რაღაცა გეცოდინებათ რომ თქვენთვისაც სრულიად შესაძლებელია სულ ეს ყურის მოყოლა შეიძლება ამ ეტაპზე ჩემ თავზე მადლობა ყურადღებისთვის იმედია თავი ძალიან არ მოგაბეზრეთ მომავალ შეხვედრამდე